დასრულდა თუ არა პროცესი და რა შეგიძლია გითხრა დღევანდელ ხდომასთან დაკავშირებით? კი, პროცესი ამ ეტაპზე დასრულდა. დღეს იყო აღკვეთი ღონისძიების გადასტინჯვის საკითხი, ანუ მოსამართლეს უნდა ემსჯელა იმ საკითხზე, რამდენად სწორი და დასაბუთებული იყო პატიმრობის გამოყენება ბრალდებულებისთვის. დაცვის მხარემ მოისმინა ბრალდების მხარის აბსოლუტურად უარგუმენტო პოზიცია, არანაირი არგუმენტი თუ რატო იყო და რატო არის აუცილებელი ამ ადამიანებისთვის პატიმრობის გამოყენება ჩვენ არ მოგვისმენია. სამაგიეროდ სასამართლომ მოისმინა ძალიან ვრცელი დასაბუთება და მხარის ადვოკატებისაგან თუ რატომ არის დაუსაბუთებელი პატიმრობის გამოყენება. თუმცა ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მოლოდინი რომ ამ საქმეზე სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ გქონდა, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ პროფესიულ ვალდებულებას ვასრულებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა არგუმენტი სასამართლოს მივაწოდოთ. სამწუხაროდ ეს დღეც ისე დამთავრდა, როგორც წინა დღე, მოსამართლის მხრიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ ამ საქმის ასე ვთქვათ, რაღაცა სიღრმისეულ გააზრებაზე რომ თავი დავანებოთ. უბრალოდ ძალიან მარტივ რამეზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობა არ აქვს. ანუ ვეფხია კასრაძეს მაგალითად ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, მაგრამ ჯგუფის წევრები ვინ არიან, ამას არათუ ვერ ასაბუთებენ, არამედ ვერც კი უთითებენ. და თან კანონში წერია, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება იმ შემთხვევაშია დანაშაული, თუ ამ ორგანიზებას შედეგად მოჰყვა რაღაც მართლსაწინააღმდეგო შედეგი. და განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარე ასევე არ მიუთითებს რა მართლსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა ვეფხია კასრაძის მიერ დაორგანიზებულ. ამიტომ არის აუცილებელი ამ პროცესების საჯაროობა. ამის შესახებ საუბრობდნენ წინა დღეებში სწორედ ოჯახის წევრები, აღნიშნული პირების, როგორც ცნობილია, ხო, რომ საჯარო იყოს ეს პროცესი, გადაიცეს იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი. მოდიში თქვენი კი არ მესმის, ანუ რა არის საჭირო ამიტომ? საჯაროობა პროცესის რატომ არის კრიტიკული და მნიშვნელოვანი ახლა? თუ გესმის ჩემი ხმა, კახა, ამაზე მაკითხოთ, ასევე იმაზე, რაზეც ილაპარაკა ხდომაზე. კი ბატონო, კი ბატონო. ასევე კითხავ ვეფხია კასრაძის სიტყვასთან დაკავშირებით, მან როგორც ცნობილია დღევანდელ პროცესზე პატრიარქსაც მიმართა და ითხოვა წარმომადგენლის გაგზავნა, რომ დაესწროს ის დღევანდელ პროცესს. რისი თქმა შეგიძლია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მთავარი კითხვა იგივე კასრაძეს ამაზე ქონდა, ხო, რატომ არის აუცილებლობა, რომ ეს ადამიანები იყვნენ საპატიმროში? აი რა საშიშროებაა რეალურად და ამასთან დაკავშირებით ვერ ხდება შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა. კი, ანუ ვეფხია კასრაძის პოზიცია იყო, რომ ვეფხიამ ესეთი რამე ფრაზა თქვა, რომ ჩვენი და ვეფხია რა თქმა უნდა არ საუბრობს მხოლოდ თავის თავზე, იმ დანარჩენ ბრალდებულებზე, იმ ხალხგაზრდებზე ასევე საუბრობს. ვეფხიამ თქვა, რომ ჩვენი ამ პატიმრობაში დატოვება არა მარტო დანაშაულიაო, არამედ არის ბოროტებაო და სწორედ აი ამ მორალურ ჭრილში მიმართა მან საქართველოს პატრიარქს, რომ წარმომადგენელი გამოაგზავნა და დაესწროს პროცესს და ნახოს რა ბოროტება ხდება ამ პროცესზე. ესეთი სიტყვები თქვა ვეფხიამ და ვეფხიამ ის განაცხადა, რომ პროკურორებს მიმართა, რომ თქვენ ჩემს შვილებს სიხარული წაართვითო და აი ამ ახალგაზრდების დედებს ასევე სიხარული წაართვით. მართლა ემოციურად არის მძიმე პროცესი, იმიტომ რომ ერთია, როცა რაღაცა ადვოკატი როცა ვარ და რაღაც არგუმენტების ჭიდილი როა პროცესზე და რაღაცა შენ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს სხვა მოცემულობა, როცა მეორე მხარის პოზიციაში ხედავ ლოგიკას, ხო? მაგრამ მეორეა, როცა ცალსახაა 100%-ით რო ხარ დარწმუნებული, რომ მართალი ხარ და მეორე მხარეს რო არგუმენტები არ გააჩნია, მოსამართლემაც რომ შვენივრად იცის, რაც ხდება და მაინც რომ ამ ადამიანებს პატიმრობაში ტოვებენ. ეს ძალიან მძიმე ამბავია და მე ვფიქრობ, ეს საქმე საერთოდ დემონსტრაციულად არის ესეთი საქმე, იმის სადემონსტრაციო და საჩვენებლად, რომ იცით, თქვენ შეიძლება მართლები იყოთ, მაგრამ აქციაზე თუ გახვალთ და ამ პროცესებში მონაწილეობას თუ მიიღებთ და რეჟიმმა თუ გადაწყვიტა, რომ თქვენ ციხეში იჯდეთ, თქვენ ციხეში ისხდებით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ როგორი დონის ადვოკატები გეყოლებათ, რა არგუმენტებს წარადგენთ და მართლები იქნებით თუ არა. ეს არის მესიჯი
არა მარტო ამ ბრალდებულების მიმართ, არამედ დანარჩენი საზოგადოების მიმართ. და ეს არის მოცემულობა სამწუხაროდ განსაკუთრებით. კი, კახა, დღევანდელი პროცესის გადაწყვეტილება არის ის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ და იმ კონკრეტულმა მოსამართლემ, რომელთანაც თქვენ ქონდათ კამათი და გაგაფრთხილათ კიდეც, პატიმრობაში დატოვა ისევ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და კიდევ 6 პირი, ხო? აი ამის შემდეგ კიდევ რა შესაძლებლობა, აი ამაზე რომ მოგვიყვე, თუ შეგიძლია უკვე აი რა ეტაპზე არის ხა ეს პროცესები, თუ შეგიძლია რა უთხრა ჩვენს მაყურებელს და კიდევ რა შესაძლებლობა რჩება. კი, მე მივიღე ისევე როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ სიტყვიერი შენიშვნა, თან გაუგებარი იყო ჩემთვის, რატომ მივიღე. მე უთხარი კიდევაც მოსამართლეს, რომ არ მისმენდა, ანუ არ დამაცადა პოზიციის დაფიქსირება, რომ მას ჰქონოდა აზრის გამოტანის საშუალება. მე შემიძლია ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ისე, რომ დაუშვათ ეს არ იყოს შეურაცხყოფელი სასამართლოსთვის. მე ასე ვთქვათ, შეურაცხყოფის მიყენება არ მსურვებია, მაგრამ მოსამართლემ სწორედ იმიტომ, რომ ასე ვთქვათ, არ მისმენდა, ვერ გაიგო საერთოდ რაც ვამბობდი და გამომიცხადა შენიშვნა, რაც რა თქმა უნდა დავაფიქსირო, რომ ამ შენიშვნას არ ვიღებდი, იმიტომ რომ არ დამიმსახურებია შენიშვნა. თუმცა ახლა ჩემი შენიშვნა საერთოდ მოსატანი არ არის იმ გადაწყვეტილებასთან, რაც სასამართლომ მიიღო პატიმრობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები უდანაშაულო ადამიანები არიან გამოკეტილები. ციხეში აბსოლუტურად უარგუმენტოდ, აბსოლუტურად უსამართლოდ, არანაირი არგუმენტი ამ ადამიანის პატიმრობაში არ არსებობს. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება და რა უნდა მოხდეს, რა უნდა ველოდოთ ამ საქმეზე, საქმის არსებითი განხილვა ახლა არის მიმდინარეობს. ჩვენ ალბათ მომდევნო პროცესზე მოვისმენთ მოწმეების ჩვენებას, პროკურატურა წარმოადგენს მოწმეებს და პოლიციელები მოყვებიან დაზიანებები რომ მიიღეს აქციაზე. მაგრამ საოცარი სწორედ ის არის, რომ ჩვენ რა მტკიცებულებებსაც გავეცანთ, ანუ ეს პოლიციელები ხო გამოძიების ეტაპზე გამოკითხულები არიან და ეს ჩვენებები დევს საქმეში. ამ გამოკითხვის ოქმებში არც ერთი პოლიციელი ხელს არ ადებს კონკრეტულ ბრალდებულს. ამ 8-დან არც ერთს. ანუ ეს პოლიციელები არ ამობერო, სიტყვაზე მე რო დაზიანება მივიღე, ვეფხიამ, ცეცხლაძე, მან ასე შემდეგ სხვადასხვა პირებმა მომაყენეს. ამას არ ამობ. და ეს არის სწორედ უცნაური და სამართლებრივად გაუგებარი და მიუღებელი, რომ ზოგადად სიტყვაზე პარლამენტის შენობა თუ დაზიანდა, ეს არის ერთი მოცემულობა, მაგრამ პარლამენტის შენობის დაზიანება ავტომატურად ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ცეცხლაძემ დააზიანა, ვეფხიამ დააორგანიზა ამის დაზიანება. ან ფაქტს დაზიანებასა და ბრალდებულის მოქმედება შორის რა მიზეზობრივი შედეგობრივი კავშირია, ამაზე ბრალდებას პასუხი არ გააჩნია. პროკურატურის პოზიციაში თქვენ ვერ მოისმენთ არათუ დასაბუთებას, არამედ მითითებას, რომ ესა და ეს კონკრეტული პოლიციელი რომ დაზარალდა, ან შენობა რომ დაზარალდა, ეს დაზარალება გამოწვეულია ბრალდებულთა მოქმედებით. ესეთი აბსურდული საქმეა, რომ არც კი აბრალებენ, რომ ეს დაზიანება ამ ბრალდებულებმა ჩაიგდეს. ხდებით ხო, ანუ აი არ ვიცი როგორ თქვა, ამის შემდეგ პროცესზე ჩვენ ვნახავთ პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევას, ხო, ანუ ეს ადამიანები გამოიკითხებიან. არაერთი მოქმედების შედეგია, მაგრამ მაინც ციხეში უნდა იყო. აი ეს არის აბსურდი ამ საქმის. დიდი მადლობა კახა, მადლობას გადაგიხდით, აგემშვიდობები. კახა